მოგესალმებით კოლეგებო, კვორუმი გვაქვს, ვიწყებთ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგი დარიგებულია, დღის წესრიგით გათვალისწინებული არის საერთო ჯამში 11 ინიციატივის განხილვა, არის რიგის საკითხები მესამე მოსმენის ფარგლებში, რიგის საკითხები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით. შესაბამისად გთხოვთ, რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე. მადლობა და დავიწყოთ კანონპროექტების განხილვა. პირველი გახლავთ ახალი საარჩევნო კოდექსი, მესამე მოსმენა, ბატონი დავით მათიკაშვილი, მოხსენებელი. გთხოვთ ბატონი დავით. მოგესალმებით კოლეგებო. მესალმები საზოგადოებას, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს საარჩევნო კოდექს თანდართული კანონპროექტებით. გეტყვით, რომ მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები განიცადა პროექტმა ერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც იმ პირობით დავუჭირეთ ხარი ბატონ თავმჯდომარე თუ გახსოვთ, მეორე მოსმენაზე, რომ სწორედ ამ მოხთან მიმართებით იქნებოდა შესაბამისი ცვლილება გათვალისწინებული. ეს ცვლილება არის ასახული. მივყვეთ მუხლებით, თავებით და გახსენებთ. მოდი ასე მოგცეთ ბატონ დავით, რომ სადაც არის ცვლილება ასახული, ხო, გეტყვით, მაშინ ერთადერთი არ გულისხმობს, სადაც მართლა პუნქტუაციური ცვლილებები არის, სადაც სიტყვების გასაგებია, ჩანაწერი მასა გავაკეთოთ. სწორია, ერთადერთი ცვლილება, რომელიც განიცადა საარჩევნო კოდექსმა, გახლავთ 23 თავი, რომლის 191 და 195 მუხლებში არის შესული ცვლილება. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ პირვანდელ ვერსიაში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით თანახელმოწერა მოითხოვებოდა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის და იყო გამონაკლისის შემთხვევა, როდესაც საქართველოს რეფერენდუმი მთავრობის მოთხოვნით ინიშნებოდა, თუმცა იმისთვის რომ კონსტიტუციურობის ცენზი მთლიანად იყოს დაცული კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თანახელმოწერა ყველა შემთხვევაში არის სავალდებულო, ამიტომაც გამონაკლისი მათ შორის არ უნდა იყოს ის შემთხვევა, როდესაც რეფერენდუმი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით დაინიშნება. შესაბამისად, 191 მუხლის პირველ ნაწილში იქნა ამოღებული სიტყვები გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ინიშნება და 195 მუხლის მეორე პუნქტის ბოლო წინადადებაც ანალოგიური შინაარსით, ანუ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ინიშნება. ეს ტექსტი იქნა კანონპროექტიდან ამოღებული. სხვა ცვლილება გარდა რედაქციულისა კანონპროექტს არ განუცდია. შეეხება საარჩევნო კოდექსს. ამაში კანონპროექტთან დაკავშირებით და მათ შორის იმ ნაწილთან, რაც ბატონმა დავითმა გააშხირა, შენიშვნა მოსაზრებები თუ არის კომიტეტის წევრებში და ამ შორის საზოგადოებას თუ აქვს, ასეთი არ არის. შემდეგ კანონპროექტი რეფერენდუმი. შემდეგი გახლავთ რეფერენდუმის კანონპროექტით ზუსტად ანალოგიურად ჩაემატა მეცხრე მუხლის პირველი წინადადება, რომელიც ჩამოყალიბდა ასე რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას, ეს ის მოცემულობა, რომელსაც კანონი ისედაც თვალისწინებდა და შემდეგ უკვე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება, რომელიც ასევე გულისხმობდა გამონაკლისს და იყო 194 მუხთან მიმართებით, ასე ვთქვათ, მინიშნება, ამოღებულ იქნა სწორედ იგივე მიზეზით რა მიზეზითაც ძირითად კანონში, ანუ საარჩევნო კოდექსში მოხდა შესაბამისი ტექსტის ამოღება. ანუ გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით. ეს ტექსტი არის ამოღებული, განაჩენი არის უცვლელად დატოვებული, სადაც პრემიერის და პრეზიდენტის თანახელმოწერა არის სავალდებულო რეფერენდუმის დანიშვნისთვის. კი ბატონო, შენიშვნა მოსაზრებები, ესეთი არ გახლავთ. საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი მმართველობის კოდექსში. ყველგან დანარჩენ კანონპროექტებში, მათ შორის ადგილობრივშიც არ არის საერთოდ ცვლილება გარდა რედაქციულის. კი ბატონო.
იგივე არის მაღალმთიანი რეგიონების შესახებ საქართველოს კანონში და იგივე არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. შენიშვნა მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. ბატონ დავით, ერთი საკითხია ჩვენ პარალელურად განვიხილავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოქმნილ ინიციატივას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული, რომელიც მათ შორის გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანასაც, სადაც საუბარია, რომ ვინ არ შეიძლება იყოს საარჩევნო კომისიის წევრი, მათ შორის თუ სწორად მახსოვს აღნიშნული ბუხლის ფორმულირება პრობაციის სამსახურთან არის დაკავშირებული საკითხი. და გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო კოდექსი ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული და ახალ საარჩევნო კოდექსს ვიღებთ, შესაძლებელია, რომ აღნიშნულ თუ პარლამენტი პირველი მოსმენით და მეორე მოსმენით მხარს დაუჭერს იუსტიციის სამინისტროს წარმოქმნილ ცვლილებებს, შესაძლებელია ის ბურდინგის გამოტანა დაგჭირდეს თქვენს მიერ გამოტანილ კანონპროექტშიც და აღნიშნული დათქვით, რომ უყაროთ კი ბატონო, ეს სასესიო ფორმატში მოხდება მისი კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს იურიდიულ დეპარტამენტთანაც და შესაბამისი ცვლილებების მე როგორ განშტომასე ავსახოთ წარმოადგენთ. კი ბატონო, კეთილი. ამ დათქვით უყაროთ კენჭი, მე უკვე გეჭრის პროცედურის ფარგლებში. ამ საკითხის განხილვა დასრულებულია. მადლობა. დიდი მადლობა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. შემდეგი საკითხი გახლავთ კალბატონი. მაია ბითაძის გამოსატანი ინიციატივები, ეს არის დღესასწრებით გათვალისწინებული მეხუთე და მეშვიდე საკითხები. დავიწყოთ საადმინისტრაციულ სამართალაკვეთა კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით აღნიშნული კანონპროექტის განხილვა. დიდი მადლობა. მესამე მოსმენით განსახილვად წარმოგიდგენთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალაკვეთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს. აღნიშნულმა კანონპროექტმა მესამე მოსმენისთვის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები განიცადა, რედაქციული და ენობრივი ხასიათის მცირედი ცვლილებები განიცადა. სხვა კუთხით კანონპროექტი დარჩა უცვლელი. შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტით იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები ისეთ ქმედებებზე, როგორიც არის ამტორებადი მასალის გადაუხურავი წესით ტრანსპორტირება, გადაუხურავი წესით განთავსება, ბენზომზედი მანქანის მიერ ასფალტის საფარის დაზიანება და ასევე დედაქალაქში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების განთავსების არეალებისა და განთავსების პირობების დარღვევას. თუ რაიმე კითხვები გაქვთ მესამე მოსმენისთვის, მზად ვარ რომ გიპასუხოთ. მადლობა, კალბატონო მაია, კოლეგებო შენიშნული მოსაზრებები თუ არის რედაქციული ხასიათის, ასეთი არ გახლავთ. ამოქმედების ვადები ხომ არ შესულა კალბატონო მაია? არა, ყველაფერი დარჩა უცვლელი. უცვლელი საკითხი არის, კი ბატონო. და შემდეგი საკითხი ისო თქვენი გამოსატანი, ეს არის ადმინისტრაციული სახთელისგან გათავისუფლების შესახებ მესამე მოსმენით. დიდი მადლობა. ადმინისტრაციული სახთელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი ასევე მესამე მოსმენით განიხილება, როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნულმა კანონპროექტმაც მესამე მოსმენისთვის მხოლოდ რედაქციული და ენობრივი ხასიათის ცვლილებები განიცადა, არ შეცვლილა არც ამოქმედების ვადები. შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ერთჯერადად გაათავისუფლოს ადმინისტრაციული სახთელისგან ის პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის გადაყვანას, ეგრეთ წოდებული A და B კატეგორიის ტაქსებით, ასევე აღნიშნული კანონპროექტით დგინდება მუნიციპალიტეტისთვის საფუძველი იმისთვის, რომ მათაც კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ სანებართო მოსაკრებლის დაგროვილი გადასახადისგან გაანთავისუფლონ აღნიშნული პირები, რომლებსაც მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე წარმოეშვათ აღნიშნული დავალიანებები. თუ რაიმე კითხვები გაქვთ მესამე მოსმენისთვის, მზად ვარ რომ გიპასუხოთ. შენიშნები კითხვები, მოსაზრებები თუ გახლავთ, ასეთი არ არის. მადლობა, კალბატონო მაია, საკითხი განხილულია. დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული კანონის პროექტი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის პირობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე პაკეტში შემოვალ ცვლილებებთან ერთად ბატონი თორნიკე ჭეიშვილი მოხსენებელი. გთხოვთ. მადლობთ ბატონო არჩილ, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები
დამსწრე საზოგადოებას წარმოგიდგენთ ამ შემთხვევაში უკვე მესამე მოსმენით საქართველოს კანონის პროექტს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ საქართველოს კანონის ძალდაკარგულად გამოცხადების თაობაზე და ასევე მეორე საკანონმდებლო აქტს, რომელიც შეეხება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, ასევე საქართველოს კანონის ძალდაკარგულად გამოცხადების თაობაზე. Თამდე ცვლილებებთან ერთად მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე მესამე მოსმენისთვის მასში ფაქტობრივად ცვლილებები აღარ განხორციელებულა, მხოლოდ და მხოლოდ თამდევ პროექტებში ენობრივი ნორმების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, შინაარსის უცვლელად დაიხვეწა რამდენიმე შემთხვევაში ფორმულირება, გასწორდა პუნქტუაცია, იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი რეალურად არის უპირველესად, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციური შესაბამისი კანონების ძალდაკარგულად გამოცხადება, სხვა მხრივ მასში მესამე მოსმენის ეტაპზე არავითარი დამატებითი ცვლილებები აღარ განხორციელებულა, თუ არის რედაქციული შენიშვნები, რა თქმა უნდა, მზად ვარ დისკუსიისთვის. ბატონო, მადლობა თანთარნიკე, კოლეგებო, შენიშვნები მოსაზრებები რედაქციული ხასიათის ასეთი არ გახლავთ, დარქმით სიტყვა ხომ არ გსურთ თანთარნიკე? არა, გმადლობთ. მადლობა, საკითხი განხილულია. შემდეგი საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი აკაკი ალდაშვილი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, უფროსო კოლეგებო, დამწე საზოგადოება. ასევე მესამე მოსმენის წესით წარმოგიდგენთ კანონ პროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და არ განხორციელებულა ბატონო თავმჯდომარე, უფროსო კოლეგებო, შინაარსობრივი ცვლილებები იყო მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოსმენის შემდეგ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. ბატონო, მადლობა. შეკითხვები შენიშვნები რედაქციული ხასიათის ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. მადლობა ბატონო აკაკი, საკითხის განხილულია. მადლობა. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მოხსენებელი მე გახლავართ კოლეგებო, აღნიშნული კანონპროექტი დარიგებულია და ასახულია მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კიდევ ერთხელ მადლობა იურიდიულ დეპარტამენტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებებისათვის. თუ არის მესამე მოსმენის ფარგლებში შეკითხვები ან მოსაზრებები, მზად ვარ უპასუხო. ასეთი არ გახლავთ, რადგანაც არ გახლავთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საკითხი განხილულია და გადავიდეთ კანონპროექტებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები პოლიციის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე. სხვა ინიციატივებიც აქვს ბატონ ალექსანდრეს და შესაბამისად მიუყვეთ თითოეულ მათგანს. გისმენთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს პოლიციელთა და მეხანძრე მაშველთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება, კერძოდ იზრდება 2005 წლის შემდეგ პირველად იმ პოლიციელების ეჯიადი კომპენსაციის ოდენობა, ვინც დაშავდა ან გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფაქტიურად ორმაგდება გათვალისწინებული თანხები, კერძოდ გარდაცვალების შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული 30,000 ლარის ანაზღაურება, ხოლო დაშავების შემთხვევაში
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას 20.000 ლარის ოდენობით, ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში 15.000 ლარის ოდენობით, ხოლო მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში 10.000 ლარის ოდენობით. ასევე შემოდის სრულად ახალი ინსტიტუტი, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შებულების გაცემის და მიცემის უფლება, რაც ერთის მხრივ გამოყენებული იქნება თანამშრომლების მიმართ, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, ასევე ზოგადად სხვა შემთხვევაში თუ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება კონკრეტულ თანამშრომელს შვებულება. რა თქმა უნდა, შვებულების პერიოდში ანაზღაურდება სახელმწიფო სარგო და დანამატები, ასევე თუ კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო დაზიანება თანამშრომელმა, მას შესაბამისად შესაძლებელია კომისიური წესით აუნაზღაურდეს მოვლის, ტრანსპორტირების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ხარჯები. ანალოგიური ცვლილებები არის მეორე კანონში, ეს არის სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი. კანონის ამოქმედება იგეგმება 2026 წლის 1 თებერვლიდან და ამ ვადაში სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, სადაც გაიწერება კომისიის შექმნის წესი, პირობები, თანხების ანაზღაურების საკითხები და სხვა ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს კანონპროექტი ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიციელების და მეხანძრე მმართველების სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გასაზრდელად. თუ რამე კითხვები არსებობს, დიდი სიამოვნებით სათვალ გიპასუხოთ. მადლობა. და აქვე დავამატებ ბოდიში, ბატონო თავმჯდომარე, აპარატთან და იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა რედაქციული საკითხების დაზუსტების მიზნით და უკვე პლენარული ცდომისთვის გასწორებული ვერსიები იქნება წარმოდგენილი. ბატონო, შენიშნები მოსაზრებები თუ არის აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ორივე კანონპროექტს გულისხმობ. ასეთი არ გახლავთ. თქვენივე გამოსატანი არის ბატონო ალექსანდრე. დღის ეს წრით გათვალისწინებული მერვე საკითხი საქართველოს სარკინიგზო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემოვა სხვა კანონპროექტებთან ერთად პირველი მოსმენის ფარგლებში. კი ბატონო, წარმოგიდგენთ სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ იმ რედაქციული, ესე ვთქვათ, საკითხის გასწორება, რაც სარკინიგზო კოდექსში არსებობდა და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი რკინიგზის ობიექტების დაცვის საკითხის დარეგულირება. ცვლილების თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უკვე უზრუნველყოფს კანონის ამოქმედების შემდგომ რკინიგზის ქსელის და სარკინიგზო სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. გარდა ამისა, რაც თავარი არსი და მიზანი ამ კანონის არის ის, რომ დაცვის პოლიცია, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, სათანადო სამართლებრივი და სხვა ტიპის გარანტიები, მას შეიძლება რომ დაიცვას ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც არის რკინიგზა, რა თქმა უნდა, ეს განხორციელდება სათანადო ანაზღაურების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების დადების შესაბამისად, დღეის მდგომარეობით რკინიგზის ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია, აღნიშნული ხელშეკრულება მისი მოქმედების ვადით, ესე ვთქვათ, ფუნქციონირებს, ხოლო ვადის ამოწურის შემდეგ უკვე ამ ობიექტს გადაიბარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. ამავე დროს თავმდევი კანონი არის პოლიციის შესახებ კანონში ცვლილება, აქაც განისაზღვრება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით და აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ობიექტების დაცვას განახორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის პრინციპების დონეზე აღნიშნული კანონში დაგეგმილი ცვლილებები. მადლობა ბატონო ალექსანდრე. კოლეგებო, დავწერთ საზოგადოებასაც მიმართავ შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასეთი არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის ფარგლებში შეგვეძლება კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ იმისათვის, რომ დახვეწილი საკანონმდებლო აქტები მივიღოთ. თქვენს მიერ გამოსატანი არის კიდევ ერთი საკითხი, დღეს ეს გათვალისწინებული მე-11 საკითხი, ეს არის საქართველოს საფაშო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენი დაჩქარებულად განვიხილავთ აღნიშნულ საკითხებს. წარმოგიდგენთ საბავშვო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, ასევე თავმდევ მომსახურების სააგენტოს საფასურების შესახებ კანონში ცვლილებას.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად მიზანს წარმოადგენს საბაჟო კოდექსის საფუძველზე შეიქმნას შესაბამისი მექანიზმი, რომელიც მოგცემს საშუალებას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე აეროპორტებში და პორტებში შეიქმნას ერთობლივი ჯგუფები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებიც ადგილზე 24 საათიან რეჟიმში გააკონტროლებენ საქართველოში შემომავალი და გამავალი ტვირთებს. მოგეხსენებათ, რომ არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ადგილი ჰქონდა ნარკოტიკების გადაზიდვას და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბაჟო დეპარტამენტთან ერთად არაერთხელ გამოავლინა მსგავსი ფაქტები, შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფები შეიქმნას თითოეულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და თითოეულ პუნქტში, სადაც ხდება ტვირთების მოძრაობა, დაახლოებით ზუსტად 16 სხვადასხვა განყოფილება დაემატა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ამავე დროს შეიქმნება ერთი ცენტრალიზებული ასე ვთქვათ მართვის ორგანო, სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასე ვთქვათ წინასწარი რისკების ანალიზის საფუძველზე გაანალიზებს თითოეულ შემომავალ ტვირთს და როგორც ადგილზე, ასევე ცენტრალიზებულად მართული სისტემის საშუალებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონკრეტული ტვირთების გადამოწვევის თაობაზე, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს იმას, რომ პირველ რიგში გამოვლენილი იქნეს თითოეული მსგავსი შემთხვევა, ამავე დროს თუ კი ადგილი ექნება, თქვათ, კონკრეტულ შემთხვევებს, პრევენციულადაც მოხდეს მსგავსი ღონისძიებების განხორციელება. საბოლოო ჯამში მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გაიწერება თითოეული ჯგუფის წევრის ფუნქციები და მოვალეობები და პრაქტიკაში მათი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად დააზღვევს საქართველოში აკრძალული ნივთების, ასე ვთქვათ, გადაადგილების შესაძლებლობას. ამავე დროს, ამავე კანონში არის, ამავე პაკეტში არის მეორე კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცალკეული საფასურების გაზრდას. ძირითადად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ცვლილებით საფასურების ზრდა არ ეხება საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში, ასე ვთქვათ, შემდგომი სარგებლობისთვის შემოყვანილ ავტომობილებს, მათთვის საფასურები რაც არის დღეს მოქმედი უცვლად დარჩება. ძირითადად ეხება ტრანზიტულ და რეექსპორტზე გასატან ავტომობილებისთან დაკავშირებულ საფასურებს და ხდება მისი გაზრდა. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის და გასული წლის განმავლობაში ძალიან დიდი იყო რაოდენობა, ლამის 100,000-ს გადააჭარბა იმ ავტომობილების რაოდენობა, რომელიც საქართველოსთან რეექსპორტზე გავიდა, ასე ვთქვათ, არაოფიციალური დათვლებით დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილების, ასე ვთქვათ, გატანა მოხდა საქართველოსთან, სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით, შესაბამისად მუდმივად იყო წუხილი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და შიდა, ასე ვთქვათ, გამოყენებისთვის გათვალისწინებული ავტომობილებისთვის გათვალისწინებული თანხები უფრო დაბალია, უпроსტად უფრო მაღალია, ვიდრე რეექსპორტისთვის გათვალისწინებული თანხები და რაც, ასე ვთქვათ, არ ღვევდა იმ სამართლიანობას, რაც დაკავშირებული იყო ტარიფებთან მიმართებაში. შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილებით იზრდება საფასურები იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც გადიან საქართველოსთან და ექვემდებარება რეექსპორტს ან სხვა ქვეყანაში გატანას. რა თქმა უნდა, აღნიშნული სახსრები მოხმარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას და ფიქრობთ, რომ ამ ცვლილების ამოქმედება აუცილებელია 1 იანვრიდან, რათა დაჩქარებული წესით ამიტომ არის მოთხოვნილი ამ კანონის მიღება, იმისათვის, რომ უკვე ახალი წლიდან დაიგეგმოს სწორად იმ საბიუჯეტო ასიგნებები, რომელიც იქნება მიღებული ამ შემოსავლების გადახდის შედეგად. თუ რამე კითხვები არსებობს, რატო არ გიპასუხოთ? დიახ, გისმენთ. ერთი კითხვა. პირველი რაც წერია, რომ ეს იქნება ცენტრი, ერთობლივი ცენტრი. გასაგებია, რომ ორივე სამინისტროს ერთობლივი ბრძანება იქნება ამ ცენტრს, რამე ასე ვთქვათ, სიპი იქნება, თუ აი რა სტრუქტურული ერთეული იქნება, როგორი იქნება ეს ცენტრი თავისი, სამართლებრივი ჩარჩოთი, ერთი ეს მაინტერესებს. მეორე, კი გიწერიათ, რომ ეს ცვლილებები არ იწვევს რაღაც დამატებით საჭიროებას ბიუჯეტიდან. მაგრამ ესეც მესმის, რომ რეექსპორტს ეხება მხოლოდ და არ ეხება ზოგადად მოქალაქე აქ სარგებლობაში, რომ შემოიტანს იმ შემოყავს მანქანა. აქ მაგ კითხვა, ნუ ექსპორტით ან ამ საქმიანობით შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეც დაკავებული.
უბრალოდ ძალიან ცოტა დროა ეხლა მაგალითად ექსპორტისთვის რომ შეიძლება მომყავდეს მანქანა უკვე გზაში ვარ და მე გათვლილი მაქვს რაღაც კონკრეტული თანხები რომელიც უნდა გადავიხადო და ეხლა უკვე გზაში დამეწია ეს გაზრდილი საფასური. აი რაღაცა გონივრული ვადა რომ იგვეცა, მაგალითად 1 თვე და 1 თებერვლიდან ამოქმედებულიყო და არა 1 იანვრიდან. და 1 თვე მე მგონი საკმარისი იქნებოდა გონივრული ვადა და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. აი ეს როდესაც აქ არის მაგალითად მითითებული რომ მგზავრების და სახმელეთო ტვირთების კონტროლი სადახლოზე 10 ადამიანი, მაგალითად კარწახში 4. ეს რაზე დაყრდნობით გათვალ ტვიტ ბრუნვა თუ რა ქვია ეს გამტარიან უნარიანობა თუ მაგალითად კონკრეტულად ამ მიმართულებით გაქვთ შემჩნეული მაინც აი ამ ნარკოტიკების შემოტანის ასე ვთქვათ ტრაფიკი აი რა რის საფუძველზე განსაზღვრეთ რომ აი აქ 7 გჭირდება და აქ 4 ეს მაინტერესებს უბრალოდ დასაზუსტებლად მადლობა სხვა კითხვები მოსაზრებები თუ არ არის შეგიძლიათ უპასუხოთ ბატონ ალექსანდრე დიდი მადლობა პირველ რიგში რაც შეეხება ასე ვთქვათ საიდან დადგა ეს საკითხი და მინდა რომ სრული სურათი წარმოვაჩინო მოგეხსენებათ რომ საბაჟო კანონმდებლობა თავის წესებს ითვალისწინებს შესაბამისად იქ თუ კი კონკრეტულ დანაშაულზე არ მიმდინარეობს გამოძიება შესაბამისად საპოლიციო დანაყოფებს ასე ვთქვათ კონტროლის ნაკლები მექანიზმები არსებობს ვინაიდან ასე ვთქვათ პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ასე ვთქვათ უკვე მიმდინარეობს დაკომპლექტება აი ამ დანაყოფების რაც განმარტებით ბარათშია 16 სხვადასხვა განყოფილება მოქმედებს ფაქტიურად არც ერთი ასე ვთქვათ წერტილი საიდანაც ხდება ტვირთების შემოტანა იქნება ეს პორტი აეროპორტი საფოსტო გზავნილები თუ ფიზიკურად საზღვარი არ არის დატოვებული ასე ვთქვათ შესაბამის დანაყოფის გარეშე შესაბამისად ერთის მხრივ პოლიციას აქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია მეორე მხრივ საბაჟო დეპარტამენტს აქვს თავისი კომპეტენცია და თავისი ასე ვთქვათ რისკების ანალიზის სისტემა აქედან გამომდინარე ორივე უწყების ერთობლივი მუშაობა მოგცემს იმის საშუალებას რომ მაქსიმალურად გაკონტროლოს ახლა სრულად გაკონტროლება რა თქმა უნდა არ არსებობს ასეთი მექანიზმი მაგ შემთხვევაში ყველა ტვირთი უნდა დაექვემდებაროს ასე ვთქვათ დაცლას ინდივიდუალურ შემოწმებას რაც ფიზიკურად შეუძლებას გახდის საბაჟო ასე ვთქვათ გამტარი პუნქტების მუშაობას და დააყენებს უამრავ რიგებს. შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანია, რომ იყოს როგორც ოპერატიული მუშაობა, ასევე რისკებზე დაფუძნებული მუშაობა, რაც ერთობლივობაში მოგცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად ყველა ის საეჭვო, ასე ვთქვათ, ტვირთი იქნეს შემოწმებული და გადამოწმებული. ერთობლივ ცენტრს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ერთობლივ ცენტრი მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ ფუნქციებს შეასრულებს. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული კონტეინერების პროგრამა ეძახიან და წლებია მუშაობს და რა თქმა უნდა ეს სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება, სადაც 24 საათიან რეჟიმში ყველა მომავალ და გამავალ ტვირთს ხედავს ასე ვთქვათ შესაბამისი ჯგუფი, უყურებს მის დანიშნულების ადგილს, ტვირთის წარმომავლობას და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ხა მასზე ღიად ვერ ვისაუბროთ, არსებობს კონკრეტული რისკების ასე ვთქვათ მექანიზმი, რომელიც შემდგომში იძლევა კონკრეტულ მითითებას, სად შეიძლება იყოს ასე ვთქვათ საეჭვო ტვირთები. რა თქმა უნდა ორივე წარმომადგენლები საბაჟო დეპარტამენტისას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმუშავებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა თუ კი მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული ტვირთი შემოწმდეს, ესენი ერთობლივი ცენტრის ფარგლებში მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას და შემდგომში ესა თუ ის ტვირთი დაექვემდებარება დამატებით შემოწმებას. ანუ კონკრეტული ადმინისტრაციული კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ ორივე წარმომადგენელი იმუშავებს თავის კომპეტენციის ფარგლებში, უბრალოდ ეს ხალხი ერთად ისხდება და ერთობლივად იმუშავებენ და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. მსგავსი მექანიზმი ბოდიში დავასრულებ და იქნება ეს იყოს, რა ქვია, ნათელი იყოს. მსგავსი მექანიზმი არის ეგრეთ წოდებული JMOC-ის სისტემა, რომელიც აქვს სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, სადაც გემებთან მიმართებაში ანალოგიური სისტემა მოქმედებს, მუშაობს როგორც სანაპირო დაცვა, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ნაყოფები და სხვა ჩართული უწყებები, სადაც ასე ვთქვათ ერთობლივი გუნდური მუშაობის შედეგად მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ამ პროცედურული საკითხები უკვე ერთობლივ ბრძანებაში დეტალურად იქნება გაწერილი, რა შემთხვევაში ვისი მხრიდან ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა ფორმით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება და რა თქმა უნდა, თუ კი თქვათ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება ვინმეს მხრიდან პრეტენზია, ამ პრეტენზიის განხილვის საკითხებიც იქნება გათვალისწინებული. ასევე რაოდენობებზე იკითხეთ და ბარემ დავაზუსტებ
დავუსტებ, ასე ვთქვათ, თვითბრუნვის და წარმადობის მიხედვით იქ რა მიღებული გადაწყვეტილება თითოეული და ასე ვთქვათ, განყოფილების შექმნის და რაოდენობის შესახებ, აქ დასაქმებულმა პირებმა 24 საათიან რეჟიმში უნდა იმუშაონ, რაც ნიშნავს იმას, რომ ცულებში მოუწევთ მუშაობა, შესაბამისად, ადგილზე შეიძლება იყოს მუდმივად 2 ადამიანი ან 3 ადამიანი გააჩნია, თქვათ, რა ცულებს გადაანაწილებენ. ესევე კითხვა იყო თქვენი გაზრდილ საფასურებთან დაკავშირებით. რეალურად ეხლა თუ ამ მას გავყვებით გაბატონო სოფიო ამ მას რა ქვია ვისა აქ შეკვეთილი და შემდეგ ძალიან შორს წავა რეალურად რა ესენი იმიტომ რომ მაშინ როდის შეიძინა როდის გამოიგზავნა და ასე შემდეგ დამერწმუნებით ეხლა 2 მილიარდ დოლარში რაღაცა თქვათ 50 ლარს გადაიხდის თუ 350 ლარს გადაიხდის ეხლა იქ დიდი ესე თქვათ ამას არ მიცევს თან კიდევ ერთხელ ეს არ ეხება ჩვენ მოქალაქეებს ვინც საქართველოში თავისი სარგებლობისთვის ან შიდა ბაზრისთვის შემოყავს. აქ არის საუბარი ავტომობილებზე, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ბიზნესის კუთხით და გადის საზღვარგარეთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნე დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზეა საუბარი, დოლარის ღირებულების ავტომობილებზეა საუბარი 100.000 გადააჭარბა მანქანების რაოდენობა, რომელიც ქვეყნიდან გადის, რეექსპორტით გადის. შესაბამისად, აქ სამართლიანობაც მოითხოვს, რომ ჩვენი მოქალაქე უფრო, ასე ვთქვათ, მეტად არ უნდა იხდიდეს, ვიდრე ის ადამიანები, ვინცაც საქართველოს იყენებენ სატრანზიტოდ და მანქანების გასაყვანად. ასე რომ ამ ცვლილების თავარი მიზანი სწორედ ეს იყო. დიახ, თუ რამე კითხვები არსებობს, კიდევ დავაჯდო. ერთ რაც შეეხება იმ ოდენობას, მე გავუგზავნე წერილი შინაგან საქმეთა მინისტრს თუ მაინტერესებდა სწორედ ამ ნარკოტიკებთან, ნარკოტრაფიკთან ბრძოლას მივესალმები და ეს ძალიან აქტიურად მუშაობთ, ეს მისასალმებელია. თუ გქონდათ რაღაც განსაკუთრებული, ანუ სტატისტიკა, რომელი მხრიდან უფრო მეტი შემოდის, რომ საზღვრის რომელი მხრიდან, რომელი ქვეყნის, რა ტიპის და მაშინ მივიღე პასუხი, რომ რაღაც სტატისტიკა რაც გვაქვს აი ინფორმით, აი ესეთი დეტალებით არა გვაქვს ნაწარმოები. ხომ არ ფიქრობთ, წარმადობაზე კი არ იყოს ეს მიბმული, არამედ მაინც უნდა გააკეთოთ სტატისტიკა, შეიძლება კარწახიდან ცოტა შემოდის, მაგრამ უფრო მეტი ნარკო საშუალებები შემოდის, არა წარმადობაზე, არამედ სადანაც ყველაზე მეტი საფრთხეა, ყველაზე ხშირი შემთხვევა, თქვენ ხა შეიძლება საჯარო სტატისტიკა არა გაქვთ, მაგრამ ალბათ შიდა სტატისტიკა გაქვთ, იმედი მაქვს და აი სადაც უფრო მეტი საფრთხე არის ნარკოტრანზიტის განხორციელების, იქ ხომ არ დავამატოთ უფრო მეტი თანამშრომელი. და ისიც რა თქმა უნდა საინტერესოა ის მე შიდა დადგენილებები იქნება ალბათ როდესაც აი ვისი გადაწყვეტილება იქნება უპირატესი საბაჟოს თანამშრომლის თუ ეს მიიღება ეს ნიშნავს იმას რომ ცენტრში უნდა შეჯერდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება ხო მაგრამ ეს იქნება გაწერილი როგორც მითხარი ხო ერთობლივ ბრძანებაში იქნება გაწერილი აი ამაზე რო გეფიქრათ მეთქე სადაც უფრო მეტი საფრთხეა და არა ოდენობაზე და მაინც რაც შეეხება იმას რომ საქართველოს მოქალაქეებიც არიან დაკავებული ამ საქმიანობით ექსპორტის და ექსპორტის და მე ვგულისხმობ სახელმწიფოს დამოკიდებულებას მაინც ეს სამართლიანი დამოკიდებულება იქნება რომ რაღაცა ვადა მივცეთ მაინც რომ ერთი თვე რომ მივცეთ ეს ვადა რომ ერთი თვის განმავლობაში 2 ლარზე რომ იყოს საუბარი დამატებით გადასახადზე სამართლიანი დამოკიდებულება ალბათ ასე უფრო იქნება რომ მოქალაქეებს მივცეთ ამისთვის მოემზადონ და აი ხა რომ შემოვა და ერთი თვეც საკმარისი ვადა არის. ერთი თვე საკმარისი ვადა, მე პრეტენზიას ვერ ეკრება და ახლა შეიძლება გითხრას რომ მე იყო სხვათა შორის ასეთი საქმეები ადრეს განხილული და მოიგო მოქალაქემ. ეს ბევრი წლის წინ იყო ეგეთი გადაწყვეტილება მიღებული ერთ-ერთ ასეთ საგადასახადო საქმეზე და იქ მაშინ მოქალაქემ ეს საქმე მოიგო. უბრალოდ მე მგონია რომ მაინც ასეთი პოზიცია უნდა ქონდეს სახელმწიფოს უფრო ასე ვთქვათ შემწყნარებელი კი არა უფრო მოქალაქეზე ორიენტირებული და აქ თანხებზე არ უნდა იყოს საუბარი 2 ლარია თუ 20 ლარი ეს არ უნდა წყვეტდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება საქმისადმი. მადლობა ბოდიში. დიახ, მოკლედ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს გაკეთდა იმ პირველადი საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობები რაც განისაზღვრა განყოფილებების შესაბამისი დატვირთვიდან გამომდინარე და იმ წინასწარ ინფორმაციით რაც არსებობდა თუმცა რა თქმა უნდა თუ კი საჭიროება დადგება და კონკრეტულ შემთხვევაში იქნება იმის
აუცილებლობა რომ გაიზარდოს შესაბამისი განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობა, ბუნებრივია ჩვენ არსებული, ასე ვთქვათ, საშტატო ერთეულების ფარგლებში შეიძლება დამატებითი მილიონებიც გაკეთდეს და გაძლიერდეს დანაყოფები, ჯგუფები დაემატოს და ასე შემდეგ. ანუ ამის მოქნილობა სამინისტროს გააჩნია, აქ დამატებითი რესურსის გააჩნია ხა და შესაბამისად თუ კი თქვათ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია ან საჭიროება დადგება ამისი, ბუნებრივია ჩვენ რა თქმა უნდა გავაძლიერებთ და არ დავტოვებთ არც ერთ დანაყოფს, რომ თქვათ ადამიანური რესურსის სიმწირის გამო რაღაც დაკისრებული ამოცანები ვერ შეასრულონ. შესაბამისად აქ წუხილი ნაკლებად შეიძლება არსებობდეს, ეს არის პირველადი, ეხლა ამ მიმდინარეობს მათი დაკომპლექტება, ჯამში სადღაც დაახლოებით 150-200-მდე თანამშრომელია და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, ადგილზევე ხდება შემოწმება და ამავე დროს ცენტრალიზებულად კიდევ დამატებით, ანუ ორმაგი შემოწმება მიმდინარეობს ცენტრალიზებულად, ასე ვთქვათ, დოკუმენტაციით და ადგილზე თანამშრომლების მეშვეობით. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების წესს და პროცედურულ საკითხებს, რა თქმა უნდა, ერთობლივ ბრძანებაში ღია ბრძანება იქნება და ეს არ იქნება დამალული, მაცნეზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს, როგორც კი ამ კანონს დავამტკიცებთ, ბუნებრივია წლის ბოლომდე ჩვენ უზრუნველყოფთ შესაბამისი ბრძანების დამტკიცებას. რაც შეეხება თანხების ნაწილს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ იმ შემთხვევაში რომ რაღაც შეზღუდვასთან იყოს დაკავშირებული, რომ თქვათ აი მანქანის შემოყვანა იკრძალებოდეს ან რაღაც დამატებითი აკრძალვები მაგათაც გავსი იყო ევრო 5 სტანდარტი როცა შემოვიდა, გემახსოვრებად მთავრობამ დააწესა იქ საშეღავათო პერიოდი, რომ თუ კი ნაყიდი ქონდა ადამიანს, მას არ უზღუდავდნენ. ამ შემთხვევაში ჩვენ შეზღუდვაზე არ ვსაუბრობთ, უბრალოდ იზრდება ტრანზიტული ნომრის საფასური და შემოწმებასთან დაკავშირებული თანხები. აქედან გამომდინარე, ამ ვადის გადაწევის საჭიროებას ნამდვილად ვერ ხედავ. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ამ ადამიანს არაფერი ასე ვთქვათ, არ ეზღუდება, უწევს იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე აქამდე იხდიდა. კი, გასაგებია შეიძლება ვთქვათ, როცოდნო და იმ ადამიანს შეიძლება არ შეეკვეთა, რა ვიცი, $20,000 მანქანის გულისთვის რო ყავს შეკვეთილი იმას, ვთქვათ, თანხარახან გაიზარდა შემოწმების აღარ შეუკვეთავდა, ცოტა არ მგონია მე. თამით უმეტეს მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბიუჯეტო წელი იწყება 1 იანვრიდან და შესაბამისად ჩვენც ეს თანხები უნდა გავთვალოთ კონკრეტული შემოსავლები იმისათვის, რომ კონკრეტული ხარჯები დაიგეგმოს და აქედან გამომდინარე დაჩქარებული სწორედ ამიტომ იქნა მოთხოვნილი. თუმცა რა ვიცი, შეგვიძლია ვიფიქროთ ამ საკითხზე, ამ წუთას ესე ვთქვათ, კონკრეტულ პოზიციას ამ კუთხით დავაფიქსირებდი. დანარჩენი რა ვიცი, მე მგონი სხვა საკითხებს უპასუხებ. თუ რამე კითხები დარჩა, დავაზუსტებდი. ბატონო ბატონო ალექსანდრე, აქ ეს საკითხიც არის გასათვალისწინებელი, შეიძლება ერთი თვე საერთოდ არაფერ შუაში არ იყოს, მარტო მიზეზიდან გამომდინარე გააჩნია, რომელი ქვეყნიდან ხდება იმპორტი, კონკრეტული მანქანისა, რომელიც მე საბოლოო ჯამში გადის რეექსპორტზე. თუ შეიძლებაია თვეების განმავლობაში იყოს, თვეებთან იყოს დაკავშირებული კონკრეტული ავტომობილის საქართველოს საზღვარამდე მოყვანაც, თუ არის მაგალითად საგზო გზით ტრანსპორტირება და შეიძლება ერთ თვეც არ იყოს საკმარისი, შეიძლება 2 თვე, 3 თვეც და შეიძლება, რა ვიცი, 1 წელს გააჩნია კონკრეტულ შემთხვევებში, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტის ვადებიც განსხვავებული არის შეცვლილა. შესაბამისად, აქ კონკრეტული ვადის განსაზღვრა, რა ვიცი, ჩემი აზრით რთული იქნება, მაგრამ შეგვიძლია დავფიქრდეთ ამაზე. მეორე მოსპენის პარკლებში თუ რაიმე მექანიზმის უფიქრება გახდა შესაძლებელი, კი ბატონო, ესეც ავსახოთ, რა თქმა უნდა, განპროექტში. სხვა შეკითხვები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლობთ. კი ბატონო, მადლობა. დიდი მადლობა. და შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის ინიციატივა. გახლავთ, ეს არის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სხვა საკანონმდებლო აქტების პროექტებთან ერთად. ხსენებელი გახლავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი დგებუაძე. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით, დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ცვლილებები შედის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონსა და თანამდები ცვლილებების სახით რამდენიმე საკანონმდებლო აქტში. საკანონმდებლო აქტის მიზანია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება, სამსახურის გავლის სპეციალური წესის დადგენა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის პროცესის ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირება. თქვენ როგორც მოგეხსენებათ 2007 წლიდან 2020 წლამდე სახელმწიფო სპეციალური წოდებები ჰქონდათ SIP-ს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ისტორია გახსოვთ, რომ ეს სააგენტო 2020 წლიდან გაერთიანდა SIP-ის დანაშაულის პრევენციის სააგენტოსთან, რომლის თანამშრომლებიც არ სარგებლობდნენ სპეციალური წოდების მიღების უფლებით. შესაბამისად, გაერთიანებული SIP-ის დღევანდელი სახელწოდებით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურებს აღარ ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება დღემდე. სააგენტოს ძირითად ფუნქციებს სხვებს შორის არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულება წარმოადგენს, ამდენად ის თავისი საქმიანობით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში, უზრუნველყოფს და დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. აღნიშნული ფუნქციების შესრულება თავისი არსით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს საქმიანობას უკავშირდება და დღის წესრიგში აკენებს საკითხს ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირთათვის შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. მსგავსი ფუნქციების მატარებელი სხვა უწყებების თანამშრომლებს მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ასეთი არის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახური, გენერალური ინსპექციის მოსამსახურე და იუსტიციის სამინისტროს დანარჩენი მოსამსახურეები, მათ შორის აღსრულების პოლიციელები. აღსანიშნავია, რომ არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახით სამართლებრივი აქტების აღსრულება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. სააგენტოს მოსამსახურებს ურთიერთობა აქვს სხვადასხვა სიმძიმის რისკის მქონე, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებთან, უწევთ მათ საცხოვრებელ ადგილას ვიზიტის განხორციელება და შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს აზრით მიზანშეწონილია, რომ აქ გავრცელდეს ის რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს სხვა თანამშრომლების მიმართ. სააგენტოს მოსამსახურებს, რომლებსაც თვისობრივად მსგავსი ფუნქციები აქვთ და საკუთარ უფლებამოსილებს სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებული სამუშაოს პირობებში, მათ შორის არანორმირებული სამუშაოს დროის ფარგლებში ახორციელებენ მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულების მოსამსახურებთან მიმართებით არათანასწორ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებენ. აქედან გამომდინარე, სააგენტოს მოსამსახურებს და ჩვენ აქ გულისხმობთ საშტატო პოზიციას, მიზანშეწონილია მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხები სპეციალური კანონმდებლობით წესრიგდება. მათი შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვის სისტემა უფრო მეტი კომპონენტისგან შედგება და აქ ჩვენ ვაკონკრეტებთ თანამდებობრივ სარგოს, წოდებრივ სარგოს, წელთანამსახურების დანამატს და სხვას. და მნიშვნელოვანია, რომ აქაც შესაბამისი კრიტერიუმები გავრცელდეს და ამოქმედდეს. დანაშაულის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის ძირითადი არსი ინიცირებული იყო თავიდანვე დიდი პაკეტის სახით და ჩვენ შემდგომში გადავწყვიტეთ, რომ ეს პაკეტი დაგვენაწილებინა და სპეციალური მიმართულებები, სპეციალური ღონისძიებები გაგვევრცელებინა სამინისტროს სისტემაში შემადგენელი სხვა თანამშრომლებისთვის. და აქ ვაკონკრეტებთ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს. კერძოდ აქ საუბარია სააგენტოს უფროსზე, მის მოადგილეზე, პრობაციის ბიუროს უფროსზე, მის მოადგილეზე, ჯგუფის უფროსზე, პრობაციის ოფიცერზე და სხვა თანამშრომლებზე, რომლებსაც
რომლებზეც ვრცელდება მნიშვნელოვანი რეგულაციები ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მიზანშეწონილია რომ წოდება მიენიჭოს და შესაბამის ყველა მოსამსახურეს და ჩვენ აქ ვაკონკრეტებთ საუბარია 375 მოსამსახურეზე შესაბამისად მასზე სახელფასო კომპენსაციის პაკეტი გავრცელდეს როგორც ეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შემთხვევაში მოხდა. წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურება შევა თანამდებობრივი სარგოს სახით წელთა ნამსახურების დანამატის და წოდებრივის შესაბამისი წოდებრივი სარგოს სახით. სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცვლით, რომლის ნიმუშსა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი კონკრეტული კრიტერიუმებით განსაზღვრულ გამოყენების წელს დაამტკიცებს მინისტრი. პრობაციის ოფიცერის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იქნება აღჭურვილი, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კამერებით სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე, რომელიც იქნება მიმაგრებული ჩართული აუდიო-ვიდეო გადამღები ტექნიკით და აქ იმოქმედებს, რა თქმა უნდა, ის წესი, რომელიც დღეს მოქმედებს პოლიციის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის კონკრეტული წესები, რომლებიც რიგ შემთხვევაში არის შესაბამისობაში საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრულ რეგულაციებთან და ამ რეგულაციებს კონკრეტულად არ ჩავშლი, ვინაიდან ამ რეგულაციებს კარგად ვიცნობთ და გამოვყოფთ რამდენიმე მაგალითად აქ ჩვენ საუბრობთ სააგენტოში მოსამსახურის მიღების წესზე, კონკურსზე, სამსახურის მიღებისას წასადგენ დოკუმენტაციებზე, ასევე იმ კრიტერიუმებზე თუ მოსამსახურეს რა იკრძალება, კონკრეტულად აქ საუბრობთ სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სინთვალის მდგომარეობაში ყოფნა, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, მსჯავრდებულებთან ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში, მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა აქ მნიშვნელოვანია, რაც არის ამ ჩვენი კანონპროექტის ძირითადი ფუნდამენტი, რადგანაც ჩვენს მოსამსახურეს მიეწოდება თანამდებობრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, წოდებრივი სარგო, სახელფასო დანამატი, მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში შეუნარჩუნდება ბოლო თანამდებობრივი შესაბამისი სარგო, მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრს დაინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, მოსამსახურე დაექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაყოფის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მოხელეს მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება. შესაბამისად თქვენ როგორც მოგახსენეთ დასაწყისში თანამდებობრივი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, სხვა უწყებების მსგავსად სტანდარტული წესით, სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონში და ჩვენ აქ 3 მიმართულებით გთავაზობთ სპეციალური წოდებების მინიჭებას, საშუალო სპეციალური წოდება, უფროსი სპეციალური წოდება და უმაღლესი სპეციალური წოდება. ამასთან იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ფლობდნენ 2020 წლამდე, როგორც ეს მე თქვენ დასაწყისში გაგიზიარეთ და ამ დროს შეუჩერდათ მათთვის წოდების მინიჭება, მიზანშეწონილია ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღუდგეთ შესაბამისი წოდებები და გაცნენილი დრო ჩაითვალოთ წოდებისთვის მისანიჭებელ პერიოდში. ასევე ანალოგიური თანმდევი ცვლილება განხორციელდება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში, სხვა უწყებების მსგავსად სტანდარტული წესით,
შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, როგორც თქვენ ბატონო არჩენა აღნიშნეთ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში, სხვა უწყებების მსგავსად სტანდარტული წესით და როგორც მე თქვენ დასაწყისში გაგიზიარეთ ინფორმაცია, პაკეტს გამოაკვდება გარკვეული საკითხები, ვინაიდან ჩვენ სამინისტროში მუშაობთ მათ შორის პარალელურად სხვადასხვა პაკეტის ფარგლებში და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ რამდენიმე მუხლი, რამდენიმე საკითხი ამოგვეღო თავდაპირველად ინიციირებული პაკეტიდან და დაგვეტოვებინა მხოლოდ ის, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე არის მიზანშეწონილი მივიღოთ გადაწყვეტილება დროულად და ეს რაც რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი мотиваცია ჩვენი თანამშრომლებისთვის მათზე დაკისრებული ძალიან მნიშვნელოვანი უფლება მოვალეობების შესრულების კუთხით. აღსანიშნავია საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული სააგენტოს მოსამსახურეთა ხელფასებისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხების გამოყოფა დაგეგმილია სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საკუთარი შემოსავლებიდან ან და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფით. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო გიორგი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა არის. ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით კონდეს წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ალბათ ელოდებიან პრობაციის სისტემის შესაბამის თანამშრომლები ამ ცვლილებებს და აქედან გამომდინარე დაჩქარებული წესით აღნიშნული ინიციატივის განხილვაც და კერძოდ ახლა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებით არის მართლაც უპრიანი. ბატონი ალექსანდრე დაბადაძე მანიშნებს, რომ მას აქვს კითხვა, მოსაზრება ბატონო გიორგი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ბუნებრივია ჩვენ მხარს დაგიჭერთ. გასაგები იყო თქვენი ყველა ეს мотиваცია, რომელიც ეხებოდა პრობაციის სამსახურის თანამშრომლებს და კარგია რომ სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თავის საჯარო მოხელეებზე. მე მხოლოდ ერთი კითხვა მექნება, იმ შემთხვევაში თუ სხვა დანაყოფიდან გადმოვა წოდებით აღნიშნულ დანაყოფში მას უთანაბრდება თუ არა ის წოდება, რომელიც მას მინიჭებული ქონდა, ეს როგორ არის შესაბამისობაში, ეს მაინტერესებს. მადლობა. დიდი მადლობა. დიახ, ზუსტად ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი სწორედ ის არის, რომ აქ გავრცელდეს ის წესი, რომელიც სხვა უწყებებში მოქმედებს მსგავს სიტუაციაში. თქვენ ძალიან საინტერესო კითხვა დასვით, რაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი мотиваცია სააგენტოსთვის კონკრეტულად, რომ მიიღოს კვალიფიციური კადრები, თუნდაც იმ მოტივით და იმ მექანიზმებით, რომლებიც განსაზღვრული იქნება ჩვენს აი ამ საკანონმდებლო პაკეტში და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში გავრცელდება ჩვენს თანამშრომლებზე და ჩვენ ზუსტად რატომაც ეს დაჩქარებული წესით ავამოქმედეთ და რატომაც დავაინიციირეთ ეს პაკეტი, ზუსტად თქო არის მთავარი მიზეზი ეს, რომ მივიღოთ უფრო მეტად კვალიფიციური კადრები, მათ შორის იმ უწყებებიდან, რომლებიც არის რომლებშიც თანამშრომლები იღებენ სპეციალურ გამოცდილებას და მე როგორც აღნიშნე, სააგენტოს აქვს, რა თქმა უნდა, ისეთი უფლება მოვალეობები ჩვენს თანამშრომლებს სააგენტოში აღებული, რომლებთან მიმართებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავრცელდეს ის სტანდარტული სტანდარტული წესით განსაზღვრული, რომლებიც მაგალითად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენს სამინისტროს შიგნით, იუსტიციის სამინისტროს შიგნით, მაგალითად სპეციალური პენიტენციური დაწესებულებისთვის მოქმედებს და კიდევ სხვა უწყებების თანამშრომლებისთვის. დიდი მადლობა. ქალბატონ სოფიოს აქვს ასევე კითხვა, გისმენთ ქალბატონ სოფიო. მე მაინტერესებს აი სააგენტოში მოსამსახურის მიღების წესი.
აი აქ გაქვთ მე-7 პუნქტი. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთა დასაკავებლად სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა საჭირო არ არის. რა ტიპის თანამდებობები იგულისხმება? ალბათ გაქვთ რაღაც წარმოდგენა, რახან ეს ჩაიწერა. რა არის ეს, რომელი სამსახურებია, რა თანამდებობებია, სადაც ეს სერტიფიკატი საჭირო შეიძლება არ იყოს. პასუხობ ბატონო. კი, თქვენ მოგეხსენებათ სააგენტოს აქვს ეს ჩამონათვალი არის ეს არის სპეციალური დათქმა კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული. სააგენტოს ფარგლებში მოქმედებს სპეციალური უწყებაში კონკრეტული არის მიმართულებები, რომლებიც გულისხმობს მაგალითად ერთი შეიძლება იყოს რეფერირების საკითხი, მეორე შეიძლება იყოს რეფერირებასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, უბრალოდ ჩვენ დავაკონკრეტებთ, რომ ეს კონკრეტული მიმართულება არის ამოღებული ჩვენი საკანონმდებლო პაკეტიდან, ვინაიდან ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ, ანუ კონკრეტულად მე თუ სწორად გავიგე თქვენ კითხულობთ ერთი წუთით კანონს საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ერთი ეს არის და მეორე არის კონკრეტული ეს დებულება, რომელიც თქვენ ეს მუხლი, რომელიც თქვენ ერთი არის მე-7 ეს კანონი არის კონკრეტულად, რომელიც ჩვენ ამოვიღეთ, მივხვდი და კი ამასთან დაკავშირებით პირდაპირ შეიძლება დაკავშირებული არ იყოს, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობამ და კიდე სხვა საკითხებთან მიმართებით მუშაობამ, რომელიც აღნიშნე, რომელიც დაკავშირებულია ცალკე საკანონმდებლო პაკეტთან და რეგულაციებთან, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ეს კონკრეტული საკითხი ამოგვეღო და სხვაგვარი დარეგულირების მიზნით შემდგომში გაგვიგრძელებინა მუშაობა ამასთან მიმართებით. დაზუსტების სურვილი ხომ არ გაქვთ? შეიძლება თქვათ თქვენ მესმის ეს ვინაიდან პირველი მოსმენა ჩვენ ესეთი კონკრეტული დიდი პაკეტი არის და მესმის თქვენ ესე კითხვები გაგიჩნდათ, მე შეგნებულად ამიტომ გამოვკვეთე ის საკითხები თქვენ რომ მოგმართეთ, რომლებზეც ჩვენ მუშაობთ და მეორე მოსმენისთვის უფრო დაზუსტდება რა თქმა უნდა მუხლები და მათ შორის ის მუხლიც გასწორდება და სრული ისე თქვა თანმიმდევრობა გასწორდება, რომელთან მიმართებითაც ეს კითხვა გაგიჩნდათ. კი ბატონო, გისმენთ. ანუ ზოგადად პრინციპი მესმის რა მიმართულებითაც მივდივართ, მაგრამ ბევრი საკითხია, ხო, რომელზეც მეტი დაზუსტება გვჭირდება, იმიტომ რომ თქვენც მოგეხსენებათ, რაც უფრო მეტია გამონაკლისი, მეტი შესაძლებლობა რჩება ინტერპრეტაციისთვის და როდესაც მით უმეტეს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ პრაქტიკულად წოდებას ვაძლევთ და უკვე რაღაც სხვა სტატუსი ეძლევათ ამოხელებს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იყოს გაწერილი და ძალიან ცოტა რამ რჩებოდეს, პრაქტიკულად არ რჩებოდეს ინტერპრეტაციის შესაძლებლობები. მე ბოდიში დავაზუსტებ, ძალიან კარგი ეს კითხვა თქვენ რომ დასვით, კიდევ ერთხელ მე დავაზუსტებ ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ აქ შემოგვაქვს ის წესები, მე ვაკონკრეტებ აქ რაღაც ახალი მიდგომები, ახალი მიმართულებები არ იკვეთება, ისეთ ფუნდამენტური, ეს არის ის წესები, რომლებიც ერთი მხრივ საჯარო სამსახურის შესახებ კანონითაა დადგენილი და მეორე ჩვენი სხვა თანამშრომლებისთვის, საქვეუწყებო დაწესებულებისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის. მე მესმის, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით იმიტომ ვართ თამამი, რომ ეს არის კარგად აპრობირებული, კარგად უკვე გამოცდილი კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ მაგალითად სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, თუმცა რა თქმა უნდა კონკრეტული რაღაც საკითხები დავაზუსტეთ, რომლებიც არის კონკრეტულად სააგენტოს თანამშრომლებისთვის, პრობაციის აგენტოს თანამშრომლებისთვის სპეციფიკური და ამ მიმართულებით შევიდა ცვლილება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს წოდებების ნაწილში, ეს შეიძლება იყოს მაგალითად სიპის
ხელმძღვანელთან მიმართებით თქვათ როგორ უნდა დაინიშნოს სიპის ხელმძღვანელი და ესეთი სპეციფიკური საკითხები, რომლებიც არის კონკრეტული სააგენტოსთვის და მაგალითად დამახასიათებელი შეიძლება არ იყოს საფუძვლებო დაწესებულებისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის სახით. კი ბატონო, სხვა კითხვები ან კომენტარები მოსაზრებები დარბაზიდან როგორც ხედავთ არ არის. ბატონმა გიორგიმ, ესე იგი პირველი მოსმენით წარმოადგინა მთელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პრინციპების დონეზე. მადლობთ და ჩვენ გვაქვს ასევე ბატონ გიორგი თქვენ მიერ წარმოსადგენი გამოსატანი კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე ცვლილებათა პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. განვიხილავთ ასევე პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით. გთხოვთ რომ წარმოგიდგინოთ პრინციპების დონეზე აღნიშნული ინიციატივის შესახებ. დიდი მადლობა ბატონო თორნიკე. ამ ეტაპზე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ფარგლებში ცვლილებები ხორციელდება მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომწესრიგებელ სამ საკანონმდებლო აქტში. ესენია მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში და მესამე საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში. თქვენ როგორც კარგად მოგეხსენებათ, საქართველოში მიწის სისტემურად რეგისტრაციის მიზნით ჯერ კიდევ 99-2006 წლებში, შემდეგში 2012 წელს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ფართო მასშტაბიანი სამუშაოები შესრულდა, თუმცა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა არაზუსტი მონაცემების საფუძველზე, რამაც გამოიწვია დავები მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეთა შორის გადაფარვის ზედების გამო. იყო შემთხვევები, რომლის ფარგლებშიც საკუთრება დარეგისტრირდა ყოველგვარი დოკუმენტისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ადგილზე გასვლის გარეშე, შეგვიძლია ვთქვათ, რის შედეგადაც მივიღოთ უსაფუძვლოდ, უკანონოდ და ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამოდ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რამაც არაერთი სამეზობლო დავა გამოიწვია. შესაბამისად იუსტიციის სამინისტროში დაიწყო რეფორმები და ამის მთავარი ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2016 წელი, როდესაც 31 ივლისს ამოქმედა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი. შედეგად სახელმწიფომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა დაიწყო, რომლის მიზანს იმ სირთულეების აღმოფხვრა წარმოადგენდა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელების საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაცია ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი ეს არის სპორადული წესით, როდესაც მიმდინარეობს რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე და მეორე ეს არის სისტემური წესით, როდესაც რეგისტრაცია შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება. შედეგად სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა, აზომვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება, როგორც საველე ისე სარეგისტრაციო სამუშაოები ერთი სააგენტოს ერთი უწყების ფარგლებში წარმოებს, რაც რა თქმა უნდა ამ პროცესს უფრო რთულს და უფრო მასშტაბურს ხდის. 22-25 წლებში შესაბამისად სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ცალკეული მუნიციპალიტეტისა და დასახლებების დონეზე გამოვლინდა, რომ უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების გასწორება საჭირო გახდა დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მეტ მიწის ნაკვეთზე. ამასთან გამოიკვეთა, რომ თვითნებურად
დაკავებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა 2.5-ჯერ აღემატებოდა საპროგნოზო მაჩვენებელს. სისტემური რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართვიანობა, რომლებიც ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციის გამო აქტიურად არ იყვნენ ჩართული საველე სამუშაოებში. მოსახლეობის ინტერესის გაზრდა სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგიანობამ განაპირობა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტების მოძიებასა და სისტემატიზაციას სრულად ახდენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, მოქალაქეებს უფასოდ მიეწოდებათ სერვისი და სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებით და ამ სისტემური რეგისტრაციის განმავლობაში 22 წლიდან 25 წლის ჩათვლით აიზომა 2.094.707 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 1.101.570 ჰექტარს შეადგენს. 25 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. 22-25 წლებში მიწის მესაკუთრე გახდა 1.469.591 მოქალაქე. როგორც მოგეხსენებათ და საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, სისტემური რეგისტრაცია 25 წლის ბოლოს სრულდება. საერთო ჯამში სააგენტომ მიაღწია გეგმით გათვალისწინებულ სისტემური რეგისტრაციის სამიზნე ინდიკატორს, ძირითადად რომელ მიწის ნაკვეთებზე შესაძლებელი იყოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდა. დარჩენილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიზანშეწონილია განხორციელდეს სპორადული წესით. სისტემური წესით რეგისტრაციის სირთულიდან გამომდინარე, რადგან დარჩენილი მიწის ნაკვეთები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს. ამის გამო საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, რომ იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახდინეს უფლების რეალიზება, ჰქონდეთ შესაძლებლობა მოითხოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 26 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გააგრძელოს სპორადული რეგისტრაცია, რისთვისაც მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ მიწის რეგისტრაციასთან მიმართებით მიზანშეწონილია განხორციელდეს 3 მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილება. პირველი, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის კანონი მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ და აქ 26 წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში სააგენტო გააგრძელებს მხოლოდ სპორადული წესით რეგისტრაციას, რომლის ფარგლებში მას იქნება უფლებამოსილება უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებში და აქ თქვენ მოგეხსენებათ საუბრობთ გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება და დაადგინოს კონკრეტული იდენტობა. რამდენად იდენტურია ეს შესაბამის მონაცემებთან. საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა განხორციელდება იმ წესით, რაც არის დადგენილი სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალებისთვის. ამისგან კანონპროექტი იქნება კონკრეტულ ამ კანონპროექტში ჩვენ მუხლები და პუნქტები დავაზუსტებთ, რომლებიც გავრცელდება შესაბამის უფლებამოსილებების განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე 27 წლის 1 იანვრამდე კვლავ შეჩერდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება აღიაროს თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლება, გასცეს ცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და დაადგინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა. ჩვენ გსურს დავაკონკრეტოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ცვლილების ამოქმედებამდე საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები და წარდგენილი განცხადებები განიხილება და დასრულდება ცვლილების ამოქმედებამდე დადგენილი წესით, ანუ ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც აქვთ კონკრეტული განცხადება დაწერილი და მათი პროცესი, მათ მიწის ნაკვეთებთან მიმდინარეობს პროცესი სისტემური რეგისტრაციის ფორმით, ეს გაგრძელდება ჩვეულებრივ იმავე წესით, იმავე ფორმით, რომელიც მოქმედებს 25 წელს, 26 წელსაც ეს გავრცელდება და 26 წლიდან ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას ახალი წესით, როგორც მოგახსენებთ სპორადული რეგისტრაციის მიმართულებით.
საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის წარდგენებით 26 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით განსაზღვრავს სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დღეს მოქმედი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. დღეს ეს ყველაზე მაღალი საფასური განსაზღვრულია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეულში მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში. აქ დავაზუსტებთ, რომ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ ყოველ შემთხვევაში, რომ ეს არ გახდეს ინტერპრეტაციის საგანი, დავაზუსტეთ, რომ ეს არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წლის 3 დეკემბრამდე მოქმედი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. ანუ შესაბამისად ეს ოდენობა იქნება მკაცრად ფიქსირებული, რომ შემდგომში კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გახდეს ინტერპრეტაციის საგანი ან მოვლენათა საუარესო განვითარების საგანი, როგორც რა კითხვებიც გამოიკვეთა კანონპროექტის ინიციირების დროს. მეორე გახლავთ ცვლილება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის დებულებები კანონის მესამე თავში ემატება ახალი მუხლი, რომელშიც ზუსტდება, რომ 27 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში თვითმფრინავად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო და იმავე ვადით შეჩერდება მუნიციპალიტეტების აღიარების კომისიების უფლებამოსილებები. და ბოლოს ეს გახლავთ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი. კანონში გაჩნდება სპეციალური ამზომველის ინსტიტუტი, რომელიც გახლავთ იქნება ის ამზომველი, რომელიც იმუშავებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სახელმწიფო ამზომველი იქნება სააგენტოში დასაქმებული პირი და აწარმოებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო, მათ შორის შენობა ნაგებობებისა და შენობა ნაგებობის ერთეულის შიდა აგებულით აზომით სამუშაოებს. ეს განპირობებულია იმით, რომ საკადასტრო აგებულითი აზომითი სამუშაოები მოითხოვს მათი შესრულების მაღალ ხარისხს და სიზუსტეც, რაც თავის მხრივ შეუძლებელია თანამედროვე მაღალი სიზუსტის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გარეშე. სააგენტო ფლობს აღნიშნულ შესაძლებლობებს, მას გააჩნია მაღალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალიც, რაც ჩვენ მივიღეთ ამ სისტემური რეგისტრაციის პროცესის ფარგლებში და უკვე შექმნილი აქვს ყველა საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ციფრული პლატფორმა, რათა სააგენტოში დასაქმებულმა პირებმა შეასრულონ სახელმწიფო ამზომველის ფუნქცია. აქ ჩვენ ვაკონკრეტებთ, რომ ეს არ იქნება ექსკლუზივი, ჩვენ აქ პირდაპირ კონკურენციაში, რა თქმა უნდა, არ შევდივართ კერძო ამზომველის ინსტიტუტთან. ამის პარალელურად ფუნქციონირებას ჩვეულებრივი წესით გააგრძელებს კერძო ამზომველიც, თავად მოქალაქე გადაწყვეტს ისარგებლოს სახელმწიფო თუ კერძო ამზომველის მომსახურებით. კერძო ამზომველის განმახორციელებელი სამუშაოს შესაძლოა გახდეს მათ შორის ექნება მას შესაძლებლობა გადამოწმოს სახელმწიფო კერძო ამზომველის მიერ განხორციელებული სამუშაო, ეს იქნება მექანიზმი სააგენტოს ხელში, რომ დააზუსტოს ის სამუშაო, რომელიც განახორციელა კერძო ამზომველმა და თქვენ იცით რეგისტრატორის სამუშაო სააგენტოში მნიშვნელოვან განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვან რისკებთან და მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ყავდეს ასეთი თანამშრომელი, მით უფრო, როდესაც ეს არის უკვე ის გამოცდილება, რომელიც სააგენტომ მიიღო სისტემური რეგისტრაციის შედეგად. სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის ჩამოყალიბება ეფუძნება განვითარებული ევროპული ქვეყნების მიწის ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ეს ნოვაცია კონკრეტული სააგენტოსი არ არის, ეს არის ის
მნიშვნელოვანი გამოცდილება, დიდი გამოცდილება, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, შვედეთში, გერმანიაში, დანიაში და სხვა ქვეყანაში და სააგენტომ ჩაატარა შესაბამისი კვლევა, რომლის დროსაც შესწავლილი იქნა ამ ქვეყნების გამოცდილება. სახელმწიფო ამზავნელის დანერგვის გამო გაიზრდება სააგენტოს ფუნქციები და მას დაემატება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორებიცაა ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგებითი აზომვითი სამუშაოების წარმოება, კარტოგრაფიული, ფოტოგრამეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემა და საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ფოტოგრამეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა. დიდი მადლობა. მადლობა დანო გიორგი წარმომადგენელი ცვლილებებისთვის, კოლეგებო შენიშნული მოსაზრებები. მადლობა. დიახ, გისმენთ. ხო, არა, ძალიან კარგია. მივესალმები ამ თქვენს წინადადებას. რაღაც კითხვა მაქვს, შეიძლება ვერ მოვძებნე. აი, ვინც ახლა სისტემურ რეგისტრაციით ახლა მიდის ამ წარმოებაშია. და მათ ექნებათ თუ არა იმ მოქალაქეებს უფლება, რომ აი სპორადული წესით დაიწყონ რეგისტრაცია. შეფერხება აქვს მაგალითად, ნუ აი კონკრეტული შემთხვევები მაქვს მაგალითად ნინოწმინდაში, როცა მუნიციპალიტეტი პრობლემას უქმნის, არაძლევს ხო, დახარვეზებულია, მაგრამ პროცესი მიდის, ანუ შესაძლებელია ექნება თუ არა მოქალაქეებს შესაძლებლობა რომ სპორადული დაიწყონ და იქ დავა არ გააგრძელონ სამართლებრივი დავა მუნიციპალიტეტთან. აი სპორადული თვითმმართველი ძალადების გარდა სხვა ყველგან გაჩერებული არის ხო? აი მაინტერესებს შეიძლება შეგაც წერია და ვერ გავეცანი ბოლომდე. დიდი მადლობა. ნამდვილად მნიშვნელოვანი კითხვაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. პირველი კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ეს პროცესი, რომელიც დაიწყო იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებიც მოექცნენ აი სისტემური რეგისტრაციის პროცესში, მათზე გავრცელდება ის წესები, რომლებიც ახლა მოქმედებს 26 წელსაც. შესაბამისად ის განცხადებები, რომლებიც განხილული კონკრეტულად არ არის და მოქალაქეები ელოდებიან პასუხს, ეს პროცესი გავრცელდება 26 წელსაც. ის მოქალაქეები, რომლებიც ელოდებოდნენ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მათი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, მათ იქნება შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, 26 წელს მიმართონ სააგენტოს სპორადული წესით განცხადებით და როგორც მოგახსენეთ, განსხვავებას მხოლოდ ამაში იქნება, რომ ჩვენს მოქალაქეებს უკვე ინდივიდუალური წესით მოვამსახურებით. ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, მნიშვნელოვან ინდიკატორს, უკვე სამიზნე ინდიკატორს სააგენტომ მიაღწია და ამის შემდეგ უკვე მიზანშეწონილია, ეს არის სააგენტოს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე რომ 95% არის შესრულებული, უკვე აქ გაგრძელდეს ინდივიდუალური წესით, ვინაიდან დარჩენილი მიწის ნაკვეთებზე სისტემური რეგისტრაციის კრიტერიუმები ბოლომდე ვერ გავრცელდება, იმიტომ რომ არის რაღაც ეპიზოდური კონკრეტული ნაკვეთები, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა იყოს შესწავლილი და უნდა გავრცელდეს ზუსტად ეს გამოცდილება სააგენტოსი, რომელიც დააგროვა სააგენტომ სისტემურ რეგისტრაციის ფარგლებში და შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ავნიშნოთ, რომ ექნება შესაძლებლობა ინდივიდუალურად სპორადული წესით მოგმართონ და ყველა მიწის ნაკვეთზე გავავრცელებთ იმავე გამოცდილებას, იმავე წესით და შესაძლებლობებით, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ სისტემური რეგისტრაციის ნაწილში. მადლობა. სხვა შეკითხვები შენიშნები არ არის. შესაბამისად, დასკვნის სიტყვა ხო აქვს? მეგონი და დაუნწურავი იყო რომ. კი ბატონო. კარგით, ამ საკითხის განხილვა დასრულებულია. ჩვენ ამოვწურეთ იდეაში ყველა ინიციატივის განხილვა, რომელიც ჰქონდა ის რიგით წარმოდგენილი. მადლობა ბატონო გიორგი, შეგიძლიათ დაიკავოთ ადგილი და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე კენჭისყრების პროცედურაზე. პირველი გახლავთ ბატონი თორნიკე ჭეიშვილის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, ორი პროექტი, რამდენიმე პროექტი უკაცრავად ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტი მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ ამ და სხვა კანონპროექტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ინიციატივას შემოვალ სხვა ცვლილებებთან ერთად, ვინ არის მომხრე მესამე მოსმენით ხარით დაუჭიროთ. კი ბატონო, დამსწრეთა უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
შემდეგი საერთო სამართლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით ვინ არის მომხრე? დამსწრეთა უმრავლესობით წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე? ან სხვა წინა კანონპროექტთან დაკავშირებით წინააღმდეგი არ გახლავთ. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ არის. შესაბამისად დამსწრეთა უმრავლესობით მიღებულია გადაწყვეტილება. შემდეგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ ბატონი აკაკი ალდაშვილის წარმომადგენელი ცვლილება დამსწრეთა უმრავლესობით წინააღმდეგი არავინ არ გახლავთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ ქალბატონი მაია ბითაძის მიერ გამოტანილი კანონპროექტი ვინ არის მომხრე? დამსწრეთა უმრავლესობით წინააღმდეგი არავინ არ გახლავთ. ახალი საარჩევნო კოდექსი ვინ არის მომხრე? დამსწრეთა უმრავლესობით წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე? წინააღმდეგი არ გახლავთ. ადმინისტრაციული სახთელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ? დამსწრეთა უმრავლესობით ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება კი ბატონო, ქალბატონმა სოფომას დაუჭირა მხარი. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ ვინ არის მომხრე? ერთხმად, დიდი მადლობა. დანაშაულის პრევენციის, არასაბადებრივ სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ვინ არის მომხრე? დამსწრეთა უმრავლესობით წინააღმდეგი არ გახლავთ. შემდეგი მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ვინ გახლავთ მომხრე? ერთხმად, მადლობა. და ბოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არავინ დამსწრეთა უმრავლესობით. ამით ჩვენი საკითხები ამოწურულია. დიდი მადლობა.